პარლამენტი არ ჩამოაყალიბებს ლეგიტიმურ მთავრობას და არ აირჩევს შემდეგ ლეგიტიმურ პრეზიდენტს, მე ვრჩები ჩემი ფიცის ერთგული, ვემსახურო ქვეყანას, დავიცვა კონსტიტუცია და ქართული ხალხის ნება და ინტერესი. რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას სალომე ზურაბიშვილმა წინააღმდეგობის პლატფორმის ჩამოყალიბების იდეა გააჟღერა, რომლის მისიაც იქნება ახალი არჩევნების ჩატარება, არჩევნებისთვის მომზადება და ყველა იმ აუცილებელი ქმედითი ნაბიჯის განხორციელება, რაც მათ გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარება. თქვენს წინაშე საჯაროდ ვაცხადებ, რომ შეიქმნას პროევროპული პოლიტიკური სპექტრის მონაწილეობით წინააღმდეგობის პლატფორმა. ამ პლატფორმის მთავარი პრინციპი ის არის, რომ იგი ღია ყველა პროევროპული პარტიისა და ჯგუფისთვის, რომელიც მზად არიან გვერდზე გადადონ პოლიტიკური შეუთავსებლობები და ბოლომდე გაიზიარონ პროტესტის ორივე მთავარი მიზანი, დაინიშნოს ახალი სამართლიანი არჩევნები, გათავისუფლდნენ სინდისის პატიმრები. წინააღმდეგობის პლატფორმა თახდება, რომ შეაჯეროს პოლიტიკური პოზიციები, რათა კოორდინირებულად, ანუ უფრო ეფექტურად ამხილოს და დაუპირისპირდეს რეჟიმს და მის ქმედებებს. წინააღმდეგობა გაუწიოს და წინააღმდეგეს რეჟიმის მცდელობას გაანადგუროს საქართველოს განვითარების ყველა პერსპექტივა და მისი ევროპული მომავალი. პლატფორმა მოამზადებს შეთანხმებულ პოლიტიკურ პოზიციებს, გასატანად პლატფორმა შეახალწებს, რასაც შეახალწებს, გასატანად ქვეყნის და გარეთ კოორდინირებული პოლიტიკური პროცესი ნიშნავს იმას, რომ პრეზიდენტის ეგიდით შეიკრიბებიან პლატფორმის მონაწილე სუბიექტები, შეაფასებენ პოლიტიკურ გამოწვევებს, შეაჯერებენ პოზიციებს და შესაძლო ქმედებებს. ამის შესახებ საზოგადოება სრულად და მყისიერად იქნება ინფორმირებული და მჭიდრო კომუნიკაცია დამყარდება სამოქალაქო საზოგადოებასთან. წინააღმდეგობის პლატფორმა მონაწილე პარტიები გახდებიან არჩევნების ახალ დასწრებულ პირობებზე და ხმების ერთიანად და ეფექტურად დაცვის მექანიზმის აუცილებლობაზე. მზადყოფნა არჩევნებისთვის მიუხედავად იმისა, როდის დაინიშნება ჩვენი მოვალეობა, მმართველმა პარტიამ ვერ უნდა შეძლოს და გაატაროს თავისი მორიგის სცენარი, მოულოდნელად დანიშნოს არჩევნები უცვლელი მოცემულობით და გაყალბების შესაძლებლობაც ამით შეინარჩუნოს. ჩვენი პასუხისმგებლობა დროულად მოვემზადოთ და საზოგადოებასთან და სამოქალაქო სექტორთან ერთად დაუყოვნებლივ შევუდგეთ დამკვირვებლების მასობრივ გადამზადებას, რათა ერთიანად და ეფექტურად დავიცვათ ჩვენი ხმები. პარტიული საქმიანობა ამ შემთხვევაში უნდა ექვემდებარებოდეს საერთო ინტერესებს და წინააღმდეგობის გამარჯვების მიზანს. საერთაშორისო ასპარეზეც აუცილებელია მეტი კოორდინაცია. ამიტომ ეგებმა ერთიანი კალენდარის შექმნას, კოორდინირებულ ვიზიტებსა თუ გზავნილებს, თუნდაც ერთიან სტრატეგიას
რომელიც პარტნიორების მხარდაჭერის გაძლიერებას და მათთვის დიპლომატიური ნაბიჯების შეთავაზებას მოიცავს. პარტიები, რომლებიც გახდებიან წინააღმდეგობის პლატფორმის მონაწილეობაზე, აღიარებენ ქართულ ქარტიას.